კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მესამე თქვენს მაყურებელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და გამარჯვება საქართველოს, ამით დავიწყებ. ხოლო გუშინდელი დღის შეფასება, ესე საჯაროდ ღია სივრცეში მინდოდა და მომეცა ეს საშუალება და დეტალურად ვისაუბრებ ამ ყველაფერზე. გუშინდელი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ჩვენი სტუდენტური მოძრაობა, ხოლო ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ის ადგილი გავგველოს, სადაც მათი დევიზი დააკავეს 1 წლის წინ და საიდანაც დაიწყო რეალური წინააღმდეგობა, ხოლო შემდეგ ჩვენ ბარნოვის ქუჩიდან გადავინახეთ კაკაბაძის ქუჩაზე, რაც ასე ვთქვათ, წინასწარ დაანონსებული არ ქონა, სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, რამაც ქართული ოცნების პოლიცია მეტად გააღიზიანა და ეს ასე ვთქვათ, დრაკონული დაკავებებიც მაგ პერიოდში დაიწყო. ვინაიდან მათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და ჩვენ მათგან განსხვავებით არ გვჭირდება რაღაცა მითითების მიცემა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ნებას, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისკენ, ხოლო დღესდღეობით ქართული პოლიცია იღებს დავალებებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რაც მათთვისაც კი შეურაცხყოფელია და ამაზე ღიად და საჯაროდ ველაპარაკებით მათ, რომ რას ვუყურებთ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ პოსტების გამო იჭერენ ხალხს, შემდეგ პირბადეების გამო იჭერენ და აჯარიმებენ ხალხს, ქუჩაზე დგომის გამო, ზებრას იცავენ და სამართალდამცველი გადაიქცა ტროტუარის დამცველად და მათი მთავარი მიზანი დღესდღეობით არის, რომ სავალი ნაწილი იყოს ასე ვთქვათ, თავისუფალი, ხოლო დანარჩენი ქვეყანაში კრიმინალი არ აინტერესებს, თავარია ის, რომ აქტივისტები დააკავონ და მათ მიაწებონ, ასე ვთქვათ, სამართალდამრღვევის ლოგო. გუშინ ჩვენი იდეა, რაც გქონდა და გეგმა, მაინც შევასრულეთ, იყო პატარა გადასტომები, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს ხალხი დააკავეს, მაგრამ ამაზე თქვენთან ადრეც მაქვს ნასაუბრები, რომ დაკავებები ჩვენთვის ადმინისტრაციული წესით მართლა აღარაფერი აღარ არის, ვინაიდან ისევ გამოვდივართ რუსთავაზე, ისევ ვდგებით, ისევ ამაყები ვართ და უფრო მეტად ასე თავაწეულები დავდივართ რუსთავაზე დაკავების შემდეგ. გუშინ ჩემი ორი უახლოესი მეგობარი დააკავეს, მოკითხვა მათ და გამძლეობა და მხნეობას უსურვებ. და ასევე ჩემი ბევრი ნაცნობი. ერთ-ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება გიორგი ჟამერაშვილი და რეზი დუმბაძე. გიორგი ჟამერაშვილს იჭერდნენ, ხოლო რეზი დუმბაძე რაღაც მომენტში დაუსწა ფეხი და უბრალოდ დაეცა და ამ დაცემის შემდეგ პოლიციელები პირდაპირ გაგებით მივარდნენ და ისინი წაიყვანეს და ჩატენეს მანქანაში, ხოლო სასამართლოს აუცილებლად დავესწრები და აი მოვისმენ როგორც თვითმხილველი თუ რა განმარტებას მოუძებნიან თავის აქციას და ეს ყველაფერი იქნება მათთვის პირველ რიგში შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ სამართალდამცველს მოუწეს მოტყუება იმის შესახებ თუ რატო დააკავა ადამიანი. ესეთ პირობებში კი თვითონ სამართალდამცველებს არ მოსწონთ ის, რაც აკეთებენ და იმასაც ხვდებიან, რომ თვითონ არიან ცრუ მოწმეები და როდესაც შენ თვითონ ხვდები, რომ იტყუები და ამას შენებით არ აკეთა ვიღაცა გაკეთებინებს, შენი თავისუფლად შეურაცხყოფელია. ამიტომ მათაც მოუწოდებ და დღესაც დაველაპარაკები, რა თქმა უნდა, რუსთავაზე და მუდმივად და თვითონაც მიხვდებიან ერთხელ თუ სამუდამოდ, რომ რასაც აკეთებენ, ეს არის ორიენტირებული იმაზე, რომ ქართული ოცნება ბაირამობდეს, ქართული ოცნების ბაირამობას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომელიც უკვე 2019 წლიდან აქტიურად აპროტესტებს მათ მართლობას და ჩვენი ერთადგომით, სტრატეგიებით, ორგანიზებულობით და წინააღმდეგობით, ოღონდ რეალური წინააღმდეგობით, მათი დამარცხება არის ძალიან მარტივი. აქ მთავარია ის, რომ ერთად ვიდგეთ ქართველი საზოგადოება, რომელიც არის უმრავლესობა ქართველი მოსახლეობის, ხოლო ეს თუ შეიკრა, შემდეგ სამუშაო ჯგუფი იქნება საჭირო და ამ ყველაფრის მერე ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება, ვინაიდან ის არის რაღაცა უკვდავი და დაუმარცხებელი სენი, ის არის ერთ-ერთი მორიგი რეჟიმი, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს და რუსეთის მარწუხებს არაერთხელ გაუვლია საქართველოს ისტორიაზე და კიდევ ერთხელ დავამარცხებთ მას და საბოლოოდ 21 საუკუნეში ჩამოუშვერებთ რუსეთს როგორც დაუძინებელ მტერს. კი ბატონო, მიხეილ, თქვენ რაში ხედავთ ივანიშვილის რეჟიმის ან როგორ ხედავთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გზას? აი, ათში საუბრობდა რაღაცა ერთობაზე, თანმიმდევრულობაზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, ერთობის garaში რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა, ისე როგორც ახლა ხდება, რომ რაღაცა აუცილებლად იქნება ცვლილებები ჩვენ მხარეს საჭირო იმისათვის, რომ მეტი ხალხი იყოს პროტესტის გამოხატვაში ჩართული. პროტესტი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ გამოხატვის პრობლემა არის მაინც მასიურად, ეს აუცილებელი იქნება და უბრალოდ ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივხვდეთ იმას, რომ ყველა უნდა ჩაერთოს და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, სხვანაირად არაფერი არ გამოვა რა. ახლა მაინც დიდი მასა მოსახლეობის, რომელშიც პროტესტი არის, მაინც ცდილობს, რომ გაერიდოს პროტესტის გამოხატვას. იშვიათად გამოდის ხოლმე მაგალითად აკერ 28-ში იქნება დიდი აქცია, მაგრამ არ გონია, რომ ასე რამდენიმე თვეში ერთხელ დიდი აქციით რამე სერიოზული გარდატეხა მოხდეს. ერთი არის მაშინ სერიოზულ გარდატეხას.
ის რომ 28-ში როს ხალხი გამოვა 29-ში არ გააგრძელონ ჩვეულებრივ ცხოვრებით. მე არ გულისხმობ რომ მაინც და მაინც ახლა რუსთაველზე უნდა იაროს ყველამ. ეს შეუძლებელი არის. უბრალოდ ყველა უნდა იყოს ჩართული პროტესტის გამოხატვაში. ადამიანს რო შიგნით რაღაცა პროტესტი აქვს, რაღაცა ფორმით ეს უნდა გამოხატოს, რაღაცა ფორმით პრობლემები უნდა შეუქმნას რეჟიმს. ახლა მე რო რაღაცებს ვაკეთებ პირბადეზე ან თუნდაც ამ მოტოთი, ხალხი ამით კმაყოფილდა მე მგონია რომ ეს ჩვეულებრივი რაღაცა უნდა იყოს რა. ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის რაც თვით თავისთავად პროტესტში როგორც დაინახავენ, ისე უნდა გამოხატონ რა, აუცილებლად, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ რომ განსაკუთრებით 17 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც კიდევ უფრო რეპრესიული გახდა ეს კანონები, ხედავთ რომ ცოტა შეიცვალა სიტუაცია იმ მხრივ, რომ ახლა უკვე ჩვენ მოქმედებთ და ოცნება ამაზე რეაგირებს. სულ პირიქით იყო ხოლმე ოცნება რაღაცას აკეთებდა და შემდეგ ჩვენ რეაგირებდით ხოლმე და ახლა რაღაც თითქოს სიტუაცია იცვლება, მაგალითად იგივე ეს მარშებთან მიმართებაში სპონტანურ გადაწყვეტილებებს მიღება უწევთ პოლიციელებს, რა თქმა უნდა შეცდომას უშვებენ და ჩემი აზრით, მანამ სანამ რაღაცნაირად მოხერხდება ის, რომ დიდ მასად და დიდი ძალად ვიქცეთ, მანამდე ბევრი რაღაცა, ბევრი მიმართულებით უნდა ვაკეთოთ. ყველამ რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ბევრი რაღაც გაკეთება მოუწიოს ოცნებამ და ხვდებით, რომ ოცნება ძალიან ხშირად უშვებს ხოლმე შეცდომებს. აი ძალიან ხშირად იშვიათად რომ ოცნებამ რამე ისეთი გააკეთოს, ეს უწყვეტი პროტესტიც ოცნების აბსოლუტურად გაუაზრებელ განცხადებას მოყვა, ხო? 28 ნოემბრის ბოლოს, მაგალითად შარშა ნოემბრის ბოლოს თითქოს მინელებული იყო პროტესტი, ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს პოლიტიკურმა პარტიებმაც და სამოქალაქო ჯგუფებმაც, აქციები აღარ იმართებოდა და უცებ ოცნებამ მოახერხა ეს ყველაფერი რა და ჩემი აზრით მუდმივ დისკომფორტში უნდა იყოს ოცნება, მუდმივად უნდა უწევდეს წრეხის ქვეშ ყოფნა და ეს აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე რომ ბევრ შეცდომას დაუშვებენ და უბრალოდ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ რომ საბოლოო გარდამტეხი მომენტი მაინც იქნება რა თქმა უნდა ერთიანობა და ამის იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად მოახერხებთ და დიდ მასად ვიქცევით რა. კი ბატონო, რამდენად იცით რა მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ ზოგადად ანუ პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას, მოდი ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს პროტესტიც არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, მესმის რომ ლიდერების უმეტესობა ციხეშია, პარტიების უდიდეს ნაწილს აკრძალვით ემუქრებიან, მაგრამ აი ფიქრობ თუ არა რომ მაინც რაღაცნაირად, არ ვიცი, ვინც გარეთ დარჩა ჯერჯერობით ის ადამიანები მაინც უნდა იყვნენ რაღაცნაირად აი ამ პროცესის ავანგარდში, იმიტომ რომ თავად აი ამ რუსთაველსაც აქვს რაღაცა საკუთარი ესე ვიტყოდი გემოვნება, ხო? აი ადამიანთა რაღაც ნაწილი პოზიციონირებს ისე რომ თითქოს რომ ვიღაცა პარტიის წარმომადგენელს რაღაცა დიდად არ ესიამოვნებათ იქ თუ მივიდნენ, თან ითხოვენ ერთად დგომას და თან რაღაცნაირად არ არის შესაბამისი უკავშირი მათი მხრიდანაც. აი ამის მოგვარება როგორ ხედავთ ამას? კი ბატონო, გეთაყვებით რომ ეგ პრობლემა არსებობს, ნამდვილად არ გონია სწორი ასეთი დამოკიდებულება. მიუხედავად რომ დღეს შეიძლება არსებობდნენ თავისუფლებაზე პოლიტიკოსები, რომლებთან ნახვაც მე გამიხარდება მაინც და მაინც რუსთაველზე, მაგრამ აუცილებელია ასეთი რაღაცა, სხვანაირად არ გონია რომ მაინც გამოვიდეს. ნუ რაც ყავს პოლიტიკოსები, ეს ყავს რა, არ ყავს. მეტი საშუალება არ არის. კი ბატონო, ეხლა რაღაც ჯგუფები იქნება პოლიტიკური, ძალიან კარგია ეს, თუმცა თუ ასე მივიდებით ჩვენ მსგავსად მოხდება მათი დისკრედიტაციაც და მათი გაყრა რუსთაველიდანაც და არ გონია ეს. მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელმაც თქვა რომ რუსთაველზე აღარ დავდივარ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გაყარესო და მე ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს საერთოდ არ ვარო, მაგრამ დამოკიდებულება ასეთი არასწორია და მეც ვეთანხმები მაგას, რომ შეიძლება საერთოდ არ მომწონდეს ის ადამიანი, რომელსაც გააგდებენ რუსთაველის გამზირიდან, მაგრამ ზოგადად ასეთი მიუღებლობა არასწორია. კი ბატონო, აჩი თქვენ ხომ არ გინდათ რამის დამატება და უნდა დავასრულოთ. პოლიტიკურ პროცესსაც შეეხება, ასევე საჭირო არის და ეს აუცილებლად გარდავალი იქნება, რომ ახალგაზრდობა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს არათუ აქტივისტ, არამედ პოლიტიკურ პროცესში. ამაზე თანდათან მუშაობა დაიწყება აუცილებლად, რაზეც უკვე საბაზისო ეტაპზე ვართ. თუნდაც ავიღოთ სართული, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა არის და ასევე თანდათან ჩამოყალიბდებიან ახალი ჯანსაღი სახეები, რომელიც დემონიზირებულები არ არის, როგორც სიტყვაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. და ის კითხვა, რომელსაც ქართველი მოსახლეობა უფრო უმეტესად ქართული ოცნების ხარდამჭერები სვავენ, რომ ქართული ოცნება თუ წავიდა, შემდეგ ვინ მოყავსო, ამაზე გვექნება კაფეო პასუხი, რომ აი ეს ახალგაზრდობა, რომელსაც ქვეყნისთვის უნდა კარგი და რომელიც თავისი გულის შეძახილებით მოძრაობს, რომელსაც უნდა რომ თავისი მშობლები იყვნენ კარგად, თავის ქვეყანაში იცხოვრონ, რომელსაც თუნდაც ტერიტორიული მთლიანობა უნდათ ევროკავშირში შესვლა და ბუნებრივი პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ და არა რაღაცა პიროვნული ან პირადული თვისებები. ამიტომ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეთერს შემდეგი